მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და YouTube-ზე ვიწყებ ახალ რუბრიკას, ეს იქნება ცნობილი სუნამოების ღრმა ანალიზი. აქ არ იქნება ტიპური შეფასებები და შთაბეჭდილებები, თუ რა შეგრძნებებს იწვევს ესა თუ ის არომატი, ეს იქნება სუნამოს ღრმა ანალიზი, მოლეკულური შემადგენლობებით. ეცდები გავიგო და გადმოგცეთ თუ რა კონსტრუქციის არის ესა თუ ის არომატი, რა შემადგენლობით არის, რა ინგრედიენტები არის გამოყენებული და ასე შემდეგ. ამ პროექტის შთაგონება არის Aaron Terensius YouTube გვერდი. პირველი სტუმარი არის ბარაუნდა ნასომატოსგან, რომელიც 2016 წელს შეიქმნა ალესანდრო კულწიერის მიერ. არხის გამოწვევაც და ვიდეოს დალაიქებაც არ დავავიწყდეთ და მოდი დავტესტოთ. მუსკუსებზე და ამბროქსანზე დაშენებული ტონკასებრი სიტყვოების მქონე არომატია პირველივე შთაბეჭდილებით. ფუძედ გამოყენებული არის მუსკუსის სახელად მასქონი, რომელიც არის ძალიან ელეგანტური, თბილი და პუდროვანი არომატის მქონე მასკოსი. ასევე არის ამბროქსანი და ასევე ერთ-ერთი მუსკუსი სახელად ამბრეტოლაიდი ან სენთოლაიდი, ამბრეტოლაიდების ოჯახში შემავალი მუსკუსი, რომელსაც აქვს ჟოლოსებრი ქვენოტები. ხილოვან ალკოჰოლურ მერქნოვან კომბინაციებს ძალიან ხდება და დიფუზიასაც მატებს და პირველ კომპონენტად, რომელსაც უფრო სურნელი აქვს, გვევლინება მატერიალი სახელად whisky lacton. სახელიც გვეუბნება, რომ ეს არის ძალიან ლაქტონური ტიპის არომატი, ჰგავს კიუმარინისა და ტონკას ოჯახის წარმომადგენლებს. რომ გითხრათ, რომ ალკოჰოლური ნიუანსები აქ მეტია მოგატყუებთ, ნამდვილად არ არის ასე. დაახლოებითი შეგრძნება, რომ გითხრათ whisky lacton-ის, ეს არის ნეკერჩხლისებრი ქოქოსის არომატი, კიუმარინისა და ტონკას სიტყვოებით. საკმაოდ დიდი დოზით არის ეს კომპონენტი გამოყენებული და თვითონ ბარაუნდას რაც აძლევს ვისკის შეგრძნებას, ეს არის whisky lacton-ის, დავანას ზეთის და მწვანე კონიაკის ეთერზეთის კომბინაცია დამასკენონთან ერთად. დამასკენონი არის მოლეკულა, რომელიც გვხვდება სხვადასხვა წითელი ფერის ხილსა თუ პროდუქტებში, მოკლედ რომ გითხრათ, წვნიანი, ოდნავ ღვინისებრი, ალკოჰოლური ნიუანსებით გამოირჩევა ხილის ქვეტონებით. ვანილისა და ეთილმოლთოლის სიტყვოება და რაღაც კარამელისებური ბუნება, რომელსაც მხარს უჭერს კარამელის სურნელის მქონე ელემენტები, მაგალითად სულფუროლი ან ფურფურალი. ხვარდი ფემინურად წარმოჩენილი არ არის და არ არის კლასიკური ფენიეთილ ალკოჰოლი გამოყენებული. აქ ვარდის სტრუქტურა დგას ბრაზილიური როუზვუდის ზედზე. ჟერანიუმის კომპონენტები, ეს იქნება ჟერანიუმ ასეტატი თუ ჟერანიული, მხარს უჭერს, რომ ეს ვარდი უფრო მამაკაცური დამხმარე კომპონენტი ვით ჩამოყალიბდეს და არა მთავარ წინა პლანზე მყოფ არომატად. ბეისში არის სანდალვუდის აკორდი, შეიძლება ავსტრალიური სანდალვუდიც იყოს გამოყენებული და გვხვდება უდის ნიუანსები, ოღონდ ეს არ არის ნამდვილი უდი, აქ გვაქვს უდის აკორდი, ანუ არც ასაფის უდი არ არის, არც ლაოსური უდი არ არის. ეს უდი აშენებული არის სიპრიოლზე. სიპრიოლი არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ინგრედიენტი უდის აკორდებში და ხშირად ვიყენებ მას სხვადასხვა მატერიალებთან კომბინაციაში. გვაქვს ამირისის ხე, გვაქვს გურჯუმ ბალზამი, რომ ეს უდის ეფექტები უფრო ბალზამური მიმართულებით წაიყვანოს. ძალიან დიფუზიური არომატია, არ გიწევს რომ ცხვირი ახლოს მიიტანო, რომ შეიგრძნო მისი შლეიფი და პროექცია. ღრმა ძლიერი ბეიზი აქვს, რომელიც დიფუზიას აძლევს არომატს. სხვადასხვა სუპერამბერები არის გამოყენებული და რომელიც სინთეტური მოლეკულებისთვის საკმაოდ ძვირადღირებულია და ნასომატო ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის ინტენსიურ მოლეკულებთან ხშირად მუშაობს. ჰელიოტროპინი და ამბრეტის თესლის კომბინაცია ძალიან ფუმფულა, თბილ, მყუდრო აურას ქმნის და მშვენივრად ეხმარება იმ ვისკის აკორდსა და ხეის მერქნოვან ნიუანსებს. გენიალური კომპოზიცია არის ვისკის აკორდი, აქ არის ღვთაებრივი, ყვავილოვანი ნოტები, რომელიც ძალიან კარგი ხიდი არის შუაიდან ბეის ნოტებში გადამსვლელი. ეს არის ღრმა, ბნელი, ლაქტონური, აღმოსავლური სურნელი, რომელიც არის ძალიან ძლიერი, დიფუზიური. 30 მილილიტრის ფასი დაახლოებით 200 ევრომდე მერყეობს და აბსოლუტურად ღირს ეს თანხა. დამიჯერეთ, ამ თანხაში იღებთ გენიალურ ფორმულას, გენიალურ არომატს, შესანიშნავ პროექციასა და მდგრადობას. ეს ვისკის ნოტი არ არის ზედმეტად ალკოჰოლური, ლაქტონური არის, უფრო შეიძლება ქოქოსი და ატმის ნიუანსები გაგახსენოთ, რაც ალბათ ალდეჰიდ C14-ისა და C18-ის დამსახურებაა, ან შეიძლება უბრალოდ ვისკისა და whisky lacton-ისა და კარამელის აკორდების კომბინაცია პლუს ამბრეტოლაიდან, რომელსაც ეს ხელოვანი
ქვედა ნოტები აქვს ამ განცდას მიტოვებს. საბოლოო ჯამში ეს არის ღვთაებრივი სურნელი, ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც პარფიუმერიაში შექმნილა. სინთეტური მოლეკულებიც კი ძალიან ძვირად ღირებულები არის გამოყენებული, თუნდაც მასკონი, რომელიც არ არის კლასიკური არც ეთილენ ბრასელეიტი და გალაქსოლაიდი, რომელიც უფრო ბიუჯეტური ვერსიები არის. ტოპ ხარისხის ინგრედიენტები არის გამოყენებული და ძალიან კრეატიული ნამუშევარია თუ როგორ აქვს დამუშავებული ვისკის აკორდი. ვარდის და მერქნოვანი კომპონენტების კომბინაცია სანდალურთან ერთად და ასევე ამბრეტის სითის და ვანილის კომბინაცია წარმოუდგენლად თბილ და მყუდრო რადიაციურ შლეიფიან ბუნებას ქმნის. ადამიანისთვის, რომელიც სუნამოების ქმნის, ნამდვილად შთაგონების მომგვრელი არის ასეთი არომატების დატესტვა. ჩემთვის ეს საუკეთესო სუნამოა და არასდროს მეზრდება ამ არომატის გამოყენება. იმედია ისიამოვნეთ, თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები და ზოგადად ეს რუბრიკა გავაგრძელოთ თუ არა. ველოდებით თქვენ აზრებს კომენტარებში. მადლობა რომ ბოლომდე დარჩით. არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეს და ვიდეოს და ლაიქება მოწონების შემთხვევაში. მომავალ შეხვედრამდე.